მე ვარ სურამიდან და თბილისში რომ მოდიოდი ხოლმე სტუდენტობის დროს და ახლა თქვა სურამში ჩავალ და ჩამოვალ. სურამიდან თბილისამდე მანძილი არის მაქსიმუმ საათნახევარი. თუ ნელაიარა ტრანსპორტი. ამ საათნახევარში ჩემ ტელეფონზე შემოდის დაახლოებით 20 ზარი. დედა, მამა, მამი და სადახარ ამდენ ხანში მიყვალ როგორ ჩახვედი. თქვა უცხოეთში რო ვარ სადაც კი ინტერნეტი დაიჭერს პირველ რიგში უნდა დაურეკო მშობლებს რომ ჩავედი კარგად ვარ. რას გეუბნები შენი მშობლები, როდესაც ამდენს დადიხარ და დამოგზაურო? ძალიან, ანუ ესე თქვა ძალიან ნერვიულობენ, უბრალოდ მიეჩვინენ რა, ანუ ეს უკვე 2 წელია მოგზაურობ თავიდან ბრაზილიაში დავიწყე და ყველა ქვეყანაზე აქვს ის რომ აი აქ რაღა აქ და უარესში და უარეში მიდიხარ სირიაში რომ მივდიოდი. სირიაზე ჩვენ გადავირიეთ კიდე რა შობ-ჟასიზამდე. ანუ ომი იყო ეხაც რა, იმე რომ წამოვედი, ერთი ამბავი იყო და მანამდეც. და ნუ რა თქმა უნდა ეს არის არეკო ისა, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ცოტა ისეთი ნერვიულობა აღარ არის როგორც თავიდან იყო. თავიდან უარზე იყო. იმ ფრაზას არ გეუბნებიან რომ დამირეკავდნენ ხოლმე სანამ შვილი მეყოლებოდა და მშობელი გაიხდებოდა და აი კარგი რა რას ნერვიულობ, გახდები მშობელი და გაიგე, მაგას არ გეუბნებიან. კი, მეუბნებიან. მეთქი არ ვინერვიულებ მე ჩემ შვილზე, არც მე. აუ ეგრე მეგონა მეც.